მე მინდა დღეს ვისაუბროთ 9 ეტარებაზე და 9 ეტარების განმარტებაზე. ოღონდ განმარტებაზე არა იმ კუთხით, რომ მეცნიერულად გამიხილოთ ჩვენ, არამედ სულიერი კუთხით, აი სულიერად რა მნიშვნელობის მატარებელია 9 ეტარება. თუ როგორ არის ის კიბე ჩვენ ცხოვრებაში და მაცხოვარი როგორც კიბეს, თუ როგორ გვისახავს 9 ეტარებას. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ და რასაც ვკითხულობთ, რა იგულისხმება იმაში, როდესაც ვკითხულობთ 9 ეტარებას. მინდა რომ ამ საკითხებზე მოკლედ მესიჯ გავაკეთო კომენტარები. და სახარებიდან წავიკითხავ რა თქმა უნდა. და ყველაზე მთავარია, რომ ყველა მთავარი მოვლენა და ძირითადი მოვლენები, რაც ხდება ბიბლიაში, ბიბლიურ ცხოვრებაში, ძველი თუ ახალი აღთქმის, ხდება მაღლა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ მაცხოვარი არა მხოლოდ სულიერად განსწავლის, იმიტომ რომ ადამიანი ჩვენ ადრეც გვითხოვს, ადამიანი არ არის მხოლოდ სული, ხო? ადამიანი არის ერთი მთლიანობა, სხეულისა და სულისა. ამიტომაც სულიერი აღმასვლა, სულიერი ამაღლება თუ ჭირდება ადამიანს, ეს ხორციელადაც უნდა იყოს გამოხატული. ძველ აღთქმაში მოსესთან ხდება, როდესაც მოსე აყავს ღმერთს მაღლა მთაზე და ერი ვერ მიხვდება. აი ახალ აღთქმაში მრავალი რა განსაკუთრებული მნიშვნელობის სიტყვები, განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენები ხდება მთაზე. იერუსალიმზეც როცა საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ხორციელად იერუსალიმში ჩავდიოდეთ, მაინც ყოველთვის ვამბობთ, რომ და ამბობს სახარება, რომ აღვიდოდა იერუსალიმი. ანუ იერუსალიმში ასვლად იწოდება ყოველთვის. რატომ? იმიტომ რომ იერუსალიმი არის განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობის. ამიტომაც მაცხოვარი ამ ქადაგებას 9 ეტარებას, სადაც წარმოსთავს მთაზე, რომ ჩვენი გონება ერთის მხრივ სულიერად აღამაღლოს და მეორეს მხრივ ხორციელადაც აღამაღლოს, რადგან ეს ერთი მთლიანობაა და ამის განყოფა არ ხდება. ადრეც მithქვამს, რომ როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ამ დროს ადამიანი არ არის სრულყოფილი, არის ნაწილობრივ ნაკურლევანი, იმიტომ რომ მას არ აქვს ხორცის, რომელიც კეთილად შექმნა უფალი. ამიტომაც სრულყოფილება სჭირდება სრულყოფილი განხორციელება მთლიანი ადამიანისა. ამიტომ მოქმედება ხდება სხეულებრივად, ავდივართ მთაზე და უკვე ჩვენი სულიერი განხორციელება ხდება სულის მიერ, ანუ თავად უფლის მიერ სულიერი სწავლებით. და მთაზე ხდება სწორედ ეს ქადაგება, მთაზე წარმოსთავს მაცხოვარი ამ ქადაგებას. რითი იწყება 9 ეტარების წარმოქმნა, რა სიტყვები, რითაც უნდა დაიწყოს თითოეულმა ქრისტიანმა თავისი ქრისტიანული ცხოვრება. ამის გარეშე, როგორც წმინდა იოანე სინელი ამბობს, რომ თავმდაბლობისა და სიყვარულის გარეშე ვერავინ ვერ შევა სასუფეველში. ესე იგი, თავმდაბლობის და სიყვარულის გარეშე არავის არ ხელეწიფება სასუფეველში შესვლა. 9 ეტარება იწყება ერთი სიტყვით, ნეტარ იღუნ. ანუ ნეტარება, რა არის ნეტარება შეიძლება გამოვიდეთ, რა მდგომარეობაა ნეტარება. ნეტარება არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი აღუსილია ღვთის მადლით. მაგრამ აღსილია არა ერთ კონკრეტულ მომენტში, აი მაგალითად ჩვენ რო აღვავსოთ დოქი და ამ დოქიდან გადმოვაროთ წყალი. და შემდგომად ისევ აღვავსოთ და ისევ გადმოვაროთ წყალი. ასე არა, ნეტარება არის მდგომარეობა, როდესაც აღივსილია ადამიანის საღმრთო მადლით და მართალია ამ ადამიანში იღურება ეს მადლი, მაგრამ ეს ადამიანი თვითონ არ ცარიერდება ამ მადლით. ანუ დოქი რომლისგანაც ვრიდეთ წყალს, მაგრამ დოქი არ იცლებოდა. აი მსგავსი მდგომარეობაა ნეტარება, როდესაც ადამიანი აღსილია ღვთის მადლით და ეს მადლი მასში არის გაუვლებული. რაც არ უნდა დიდი გამოვლინება კონდეს და გამოაშკარავება ამ მადლს, მას არაფერი არ აკეთება პირიქით, ივსება და ივსება უფრო დიდი მადლი. ეს არის სწორედ ნეტარება. და მაცხოვარი მეუბნება, რომ აი ასეთი ადამიანები იქნებიან ამ მდგომარეობაში. ვინც აი ამ ჩემს სიტყვებს შეასრულებენ. ნეტარება არის სისავსე, სიცოცხლე, რაღაც აღმადებული უზენაესი მდგომარეობა. ანუ ღმერთთან ყოფობა, ამაზე მაღალი მდგომარეობა არ არსებობს. ანუ ღმერთთან ყოფობა, მოუკლებელი ყოფობა ღმერთთან არის ნეტარება. და მაცხოვარი მეუბნება, თუ გინდათ, რომ თქვენ მოუკლებელ ყოფობაში იყოთ ღმერთთან და არასდროს არ იყოთ ღმერთისგან შორს, არასდროს არ მოშორდეთ ღმერთს, არასდროს არ იყოთ ნაკრულებანი, მაშინ აი თქვენ გმართებთ ეს. და იწევს მაცხოვარი აი ამ ყოველივეს ჩამოსვლას. 9 ეტარებას ასევე უწოდებენ ახალი აღთქმის 10 მცნებასაც. იმიტომ რომ თუ ჩვენ პარალელს გავავლენთ 10 მცნებასა და 9 ეტარებას შორის, ჩვენ დავინახავთ სახეს ძველი აღთქმის ადამიანისა და სახეს ახალი აღთქმის ადამიანისა. აი როგორია 10 მცნება, ხო? 10 მცნება არის მითითებული რაზე? არაზე. არ იპარო, არა კაცკლა, არ კნაკები, არა. ანუ რაღაც არ გააკეთო, იმიტომ ასეთია ძველი აღთქმის ადამიანი. მას უნდა უთხრა რა არ უნდა გააკეთოს. როგორია ახალი აღთქმის ადამიანი, ახალი აღთქმის სეულის სული როგორია? მაცხოვარი გეუბნება რა უნდა გააკეთო. ეს რო შევაერთოთ ერთი და იგივე.
რაც არ უნდა გავაკეთო, შემდგომში ის უნდა გავაკეთო. მაგალითად, თუ არ უნდა მიამპარტავნო, ესე იგი თავი უნდა დავიმტავნო, ხო? ურთიერთგამომდინარეა, მაგრამ დროის შესაბამისად და ადამიანის მდგომარეობის შესაბამისად ღმერთი აძლევს ცნებას ადამიანს. 10 ცნება იყო იმ დროის და იმ ადამიანის შესაბამისი, რომ იმ ადამიანს პირველი სიტყვა უნდა გაეგონა, რომ არა. და თუ ღმერთი მას ეთქოდა არა, ესე იგი ეს იყო მისთვის კანონის, კონსტიტუციას გადაწყვეტილებაც ყველაფერი. ნუ იცოდა რომ მორჩა, ეს არ უნდა გაეკეთებინა. ხოლო ახალ აღთქმაში უკვე უფალი გეუბნება, რა უნდა გააკეთო. იმისთვის რომ იყო მასთან. არა მოიხსნება მთლიანად ახალი აღთქმის ადამიანში, არამედ პირიქით. გეუბნება იცი რატო? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უკვე გამოხსნილი და გვაქვს გამოხსნის მადლი. ანუ ის თავისუფლება, რომელიც გქონდა და გავაბნიეთ და დავკარგეთ, შემდგომში ღმერთმა უკვე შეზღუდა რამ ხრივ, გეუბნება არა, იმიტომ რომ შენ თავისუფლება გაბნეული გაქვს, დაკარგული გაქვს და გჭირდება არას თქმა, იმისთვის რომ მიხვდე, რა არის სწორი და რა არასწორი. ხოლო ახალ აღთქმაში შენ უკვე ის თავისუფლების პატივი აღდგენილი გაქვს, იმიტომ რომ ქრისტემ განგათავისუფლა სიკვდილისაგან, ამიტომაც შენ უკვე აღარ გჭირდება. შენ უკვე გჭირდება უბრალოდ თქმა იმისა, რა უნდა გააკეთო, რომ იყო ღმერთთან. და სწორედ ამას გვეუბნება მას, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ვიყოთ ღმერთთან. და უპირველეს ყოვლისა ამბობს, რომ ნეტარი იყვნენ გლახაკნის სულითა, რამე თუ მათიას სასუფეველი ცათა. სულის სიგლახაკი რა მდგომარეობა. აი, როდის გლახაკდება სული? სული გლახაკდება მაშინ, როდესაც რაღაცას საკუთარი თავიდან გასცემს სხვა ადამიანის მიმართ. აი, ჭეშმარიტი თავდაბლობაც ეს არის. ჭეშმარიტი თავდაბლობა არ არის ის, რომ იაკიდან გავიდე და თავზე დავიყარო ნაცარი და ვიარო თავზე ნაცარ დაყრია. ეს სწავლოსობის მდგომარეობა თუ ღვთისადიდებლად ვინმე ამას აკეთებს, მაგრამ ნუ ეს თავდაბლობა არ არის ჭეშმარიტი, ხო? ჭეშმარიტი თავდაბლობა არის ის, როდესაც მე რაღაცას ვიკლებ საკუთარი თავიდან და ვაძლევს სხვას. ანუ ჩემი თავი გლახაკდება, იმიტომ რომ მე მოვიკელი, მაგრამ მივეცი სხვას. გლახაკდება ეს ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით, მაგრამ სულიერად იხსება, იმიტომ რომ ის დაიმდაბლოს თავითვისი იგი ამბობს. ანუ ჭეშმარიტი თავდაბლობა არის მსახური. აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მაგალითად ხართ ავტობუსში და ხარ ძალიან დაღლილი. ისე რომ ფეხზე დგომა არ შეგიძლია. და ამოვიდა ადამიანი, შენ სიხარს გავს. ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ ვაჯობე ჩემ თავს, ავდექი და დავუთმი. აი ეს არის თავდაბლობა. მაგრამ თუ ვარ ავტობუსში, ვარ ასევე ძალიან დაღლილი, მაწუხებს სხვადასხვა სხეულის ნაწილები და ავტობუსი არის სარიელი. მაგრამ მე მაინც არ ვждები. რადგან ვთვლი რომ ეს უნდა დავითმი. რადგან ვთვლი რომ ვაჟკაცი ვარ და ფეხზე უნდა ვიდე. აი ეს არის უკვე თავდაბლობით ამპარტავდი. ანუ თავდაბლობა გამოხატულია შენგან გაიგო რაღაცა სხვისადმი. აი ეს ამაში გამოიხატება ჭეშმარიტი თავდაბლობა. ამიტომაც როცა ვამბობ გლახაკნის სულითა, სწორედ ამას გულისხმობთ, რომ ნეტარია ის ადამიანი, ვინც საკუთარი თავიდან, საკუთარი ცხოვრებიდან, საკუთარი სიცოცხლიდან გაიღებს რაიმეს სხვა ადამიანისადმი. თუნდაც ერთ წამს ჩვენ ყველაფრის გაგება შეგვიძლია, აბსოლუტურად ყველაფრის გაგება შეგვიძლია საკუთარი თავიდან. შეგვიძლია სიტყვის გაგება, ნუგეშის გაგება, ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ. იმიტომ რომ სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია და ამ ყველაზე ძვირფას სიცოცხლეში არის კიდევ უფრო ძვირფასი დრო, რომელიც ძალიან მალე გადის და როდესაც მე სხვა ადამიანს უთმობ დრო, ესე იგი მე გავცემ სხვა ადამიანისადმი ყველაზე ჩემთვის ძვირფას. ამიტომაც სწორედ ეს არის თავდაბლობა და არა რაღაცა მოჩვენებითი ხასიათის, რომ გარეგნული ფორმით იყოს უბრალოდ გამოხატული, რომ მე გარეგნული ფორმით რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ სულიერი შინაარსი დაკარგული მოგის. ამიტომ ჭეშმარიტი თავდაბლობა არის ის, რომ მე სულიერად, შინაგანად, მთლიანად ვიმსახურები ადამიანს. აი ეს არის თავდაბლობა. ამიტომაც პირველად სწორედ მაცხოვარი აი ამას მიგვიტითებს, რომ ადამიანს უნდა ქონდეს შინაგანი მზაობა თავდაბლობის, ანუ შინაგანი მზაობა მსახურების. შინაგანი მზაობა ამისა ყველა ადამიანს უნდა ქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იქნები ქრისტიანი. იმიტომ რომ თუ არ არის შინაგანი მზაობა მსახურებისა, მაშინ ვერ გახდები ქრისტიანი, ხო? მაშინ რა გინდა ქრისტესთან? ქრისტესთან მაშინ მიდიხარ, როდესაც შინაგანი სულიერი მზაობა გაქვს, რომ იყო მასთან. ამიტომაც პირველი ნაბიჯი, პირველი კიბე, პირველი საფეხური ღმერთთან ურთიერთობისა, ნეტარყოფისა, რომ ჩვენ ნეტარები ვიყოთ ღვთისმადლით ავსილი, არის მსახურება სხვა ადამიანისადმი, ანუ იგივე თავდაბლობა, იმიტომ რომ თავდაბლობა ჩვენ ავსენით რაც არის. შემდგომად ამისა, მაცხოვარი უკვე მოგვიწოდებს კიდევ ერთი ნაბიჯისაგან, რომელიც თან უნდა ახლდეს აი ამ მსახურებას. რატომ? საერთოდ აი უნდა ვთქვათ, რომ 9 ნეტარება არის დიდი სულიერი კიბე, რომელსაც ავდივართ და მე მას თავისი გვირგვინი აქვს და ამ გვირგვინზეც ვისაუბრეთ. ეს არის სულიერი კიბე, რომელზეც უნდა ავიდეთ და რომელზეც მაცხოვარს ნელ-ნელა ავყავთ. პირველ რიგში ვასწავლის თავდაბლობას, ანუ სხვათა მსახურებას. შემდგომად ამისა, რა ჭირდება ყველაზე მეტად? ანუ როდესაც არის მზაობა ჩემი, რომ მე ვიმსახურო ქრისტეს და ვიმსახურო ადამიანებს.
არის ამის მზაობა. რა მჭირდება შემდგომად ამისა? მჭირდება შემდგომად ამისა უკვე გამოვხატო. აი ეს ჩემი მზაობა. და უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანის მზაობა რაში გამოიხატება? სინანულში. იმიტომ რომ სინანულის გარეშე ერთერთი ქრისტიანი ვერ შევაცადა სასუფეველში. ამას გვასწავლის სახელი. მაცხოვარი მრავალწლის მიუთითებს, რომ შეინანეთ და რწმენის სახარებისა, შეინანეთ რამე თუ მოახლოებულას სასუფეველი ღვთის. ამიტომ აი წავიკითხოთ ახლა როგორია მეორე ნეტარი. ნეტარი იყვნენ გლოვარები გულითა, რამე თუ იგი ნუგეში ის ზემული იქნება. აი გლოვარება გულის არის სწორედ ეს სინანული. სინანული რომ ჩვენ მივიღოთ ნუგეში. მრავალგზის ამბობს მაცხოვარი, რომ მასთან მისული ადამიანი უნუგეშოდ არ წავა მისგან. მაგრამ მთავარია მასთან მივიდეთ, ანუ მთავარია პირველი შევასრულოთ, ნეტარი იყვნენ გლახაკნი, ანუ გავიღოთ და მზაობა გამოვხატოთ და მივიდეთ ქრისტესთან და შემდგომად ამისა რომ მივართ რა უნდა ვქნათ? უნდა გამოვხატოთ სინანული. იმიტომ რომ ეს ორი არის ერთად შერწყმული და ამას ვერ განმოცარბებთ. თუ არ მაქვს სურვილი, მაშინ ვერც გამოვხატავ, ხო? ამიტომაც როცა გვაქვს სურვილი, შემდგომად ამისა გამოვხატავთ უკვე ამას ვქნათ და გლოვობს ადამიანი. გლოვობს ოღონდ რას გლოვობს? განა იმას გლოვობს რომ მიწა დაკარგა? განა იმას გლოვობს რომ სახლი წაართვეს ან დაეწვა? ან იმას გლოვობს რომ მაგალითად რაიმე სხვა შეემთხვა მიწიერ უბედურება, ხო? გლოვობს რას? საკუთარ ცოდვებს. რატომ გლოვობს საკუთარ ცოდვებს? იმიტომ რომ საკუთარი ცოდვებიდან და საკუთარი ადამიანიდან, საკუთარი პიროვნებიდან განისაზღვრება მთელი სამყარო. ესე იგი, სახლიც, ნებისმიერი სხვა რამ, რაც არის ჩვენს ცხოვრებაში, ჩემი პიროვნებიდან განისაზღვრება. ანუ ცალკე აღებული სახლები, მანქანები, ტყეები თუ ნებისმიერი სხვა რამ არ არსებობს ადამიანის გარეშე, იმიტომ რომ ადამიანისთვის არის შექმნილი. ამიტომაც უპირველეს ყოვლისა ჩვენ რაზეც უნდა ვიგლოვოთ არის საკუთარი თავი. რატომ? იმიტომ რომ როდესაც წავართ ამ ქვეყნიდან, სწორედ ეს საკუთარი თავი დაგვჭირდა. და ის ნაღველი და ის დარდი, რომელსაც ჩვენ აქ დარდოთ და ნაღვლიანოთ და წუხვართ, რომ რაღაცა მიწიერი უბედურებანი შეგვემთხვა, აი ამ მიწაზე რჩება. მაგრამ ის დარდი, ის ნაღველი, ის წუხილი, რომელსაც ჩვენ საკუთარი თავისთვის წუხვართ, ჩვენი ცოდვებისთვის, ჩვენი სულიერი სნეულებისთვის წუხვართ, უკვე იმ ქვეყნადაც მიყვება. ანუ გულის მგლოვარება ნიშნავს წუხარებას, მგლოვარებას და სინანულს იმაზე, რაც მარადიულია. ანუ სულიერ ნაყოფზე, სულიერ ცოდვაზე მგლოვარება, სულიერ ცოდვაზე წუხილი არის უმთავრესი, იმიტომ რომ ის მარადიულია. ხოლო სხვა ყველა მგლოვარება არის წამიერი, არის ამსოფლისეული და რჩება ამ სოფელში. ამიტომაც მაცხოვარი გვეუბნება, რომ თქვენ გჭირდებათ გულის მგლოვარება. ანუ თუ გაქვთ სურვილი, შემდგომში უკვე გჭირდებათ გამოხატული ეს სურვილი, რომ უკვე მოქმედებად აქციოთ, გამოხატული სინანული იმისათვის, რომ თქვენ ვიყოთ მარადიული. ანუ ჩვენ უკვე მივიღეთ ადამიანის სახე. როდის იღებს ადამიანის სახეს? როდესაც ის სხვა ადამიანისთვის მსახურობს და როდესაც ის არის მონანული საკუთარი ცოდვებისა. ჩვენ უკვე მივიღეთ სახე ადამიანისა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ჩვენ მივიღეთ კათაქმეველი ადამიანი. ჩვენ ვისაუბრეთ, ვინ იქნება კათაქმეველი? ანუ ადამიანი, რომელსაც აქვს მზაობა და ადამიანი, რომელსაც აქვს სინანული. მივიღეთ ეს ადამიანი, მაგრამ ეს კათაქმეველი ადამიანი ჩვენ ახლა უნდა ვაქციოთ ქრისტიანი. ჯერ ქრისტიანად უნდა ვაქციოთ, მაგრამ შემდგომში უკვე გვირგვინსაც დავაყენოთ აი ამ ადამიანს. და წავიკითხოთ როგორ ხდება ქრისტიანად გცევა, უკვე ქრისტიანობაში შესვლა როგორ ხდება კათაქმეულისა. წავიკითხოთ მესამე ნეტარი. ნეტარი იყვნენ მშვიდნი, რამე თუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. მაცხოვარი ამბობს ესეთ სიტყვებს. მაცხოვარი არც ედგან სახარებაში, არ ამბობს ისწავლეთ ჩემგან, გარდა ერთი ადგილის. ისწავლეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულით. ესე იგი, რატომ მიგვითხეთ? რა თქმა უნდა, ყველაფერი მაცხოვრის რა უნდა ვისწავლოთ, ყველაფერში მაცხოვარს უნდა ვბაძავდეთ და ის უნდა იყოს ჩვენი ცენტრი, ჩვენი ორიენტი. მაგრამ რატო ამბობს მაცხოვარი, რომ ისწავლეთ ჩემგან, აი ამ სიტყვასთან, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულით. იმიტომ რომ სიმშვიდე და ეს სიმშვიდე არ გულისხმობს მანდამაინც აი გარეგნულად გამოხატულ სიმშვიდეს. ვისაუბრეთ ეს რომელ სიმშვიდეზეა ლაპარაკი. სიმშვიდე ადამიანს აქცევს ქრისტიანად. რა არის სიმშვიდე? როგორი სიმშვიდეა ეს? ისევ და ისევ უნდა დავსვათ კითხვა. განა ისეთი სიმშვიდეა, რომ მაგალითად ჩვენს გარშემო არ იყოს დავა, არ იყოს ომები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა. ეს არის სიმშვიდე, რომელიც ღმერთთან მყოფობაში, ანუ ლოცვაში აღწევს ადამიანს. სიმშვიდე რა არის? როდესაც ადამიანის სულში და ადამიანის გულში დამკვიდრებულია ღმერთი. როდესაც ადამიანი საკუთარი გულით, ან გონებით, რომელიც გულში ჩააქვს, ელაპარაკება ღმერთს. აი ამ მდგომარეობაში არის ადამიანი მშვიდი. და ეს სიმშვიდე
არის ძალიან აუცილებელი იმისთვის, რომ გავხდე ქრისტიანი. ანუ თუ მე არ ვილოცე, მე ლოცვაში უნდა შევიდე, ჩვენ ვთქვით, ხო, კატაკრიზმის მდგომარეობა პირველი ორი ნეტარი. მესამე ახლა მე უნდა გავხდე ქრისტიანი. ანუ ლოცვაში უნდა შევიდე. ანუ ჩემი სიმშვიდე უნდა დაიწყოს. ეს სიმშვიდე არის სწორედ ლოცვის მეშვეობით. სხვანაირად ადამიანი სიმშვიდეს ვერ დაიმკვიდრებს. და ისე ამ ეს სიმშვიდე არის სულიერი. როდესაც ადამიანის გულში შემოდის ღმერთი. ღმერთი თითოეულ ადამიანთან არის, თავარი ადამიანმა შეძლოს გაუხსნას საკუთარი გულის გარეშე. და როგორ უხსნი ღმერთს გულის გარეშე? ლოცვით. მასთან საუბრობ. როგორ ხდება ურთიერთობა ორ ადამიანს შორის? საუბრობ. ასე ხდება ღმერთთან ურთიერთობა, საუბრობ. და რაც უფრო გულწრფელია ორ ადამიანს შორის ურთიერთობა, მით უფრო დიდია მათ შორის სიყვარული და მით უფრო მეტად იცნობენ ისინი ერთმანეთს. ასევეა, რაც უფრო გულწრფელია ჩვენი საუბარი ღმერთთან, რაც უფრო გულწრფელია ჩვენი ლოცვები ღვთის წინაშე, მით უფრო მეტად შევიცნობთ ღმერთს. და რამდენადაც უფრო მეტად შევიცნობთ ღმერთს, მით უფრო მეტად მკვიდრდება ჩვენში სიმშვიდე. რათა ჩვენ დავემკვიდროთ ქვეყანა. რომელ ქვეყანაზეა საუბარი? ისევ ამ კითხვას. რანა ეს ქვეყანა უნდა დავემკვიდროს, სადაც ვარ? ამ ქვეყანას აი ამ ხორციელი სახით როგორადაც დღეს მოცემულია, ვერ დავემკვიდრო. არ ყოფილა ადამიანი, ვინც ეს ქვეყანა დაემკვიდრა. ამბობს წმინდა წერილი, რომ პირიქით, ეშმაკის არის ეს ქვეყანა. ეშმაკის არის არა მის მიერ შექმნილი, არა მისი საკუთრება, არამედ ეშმაკი თავისი ბოროტებით, თავისი საკრობით მართავს ამ ქვეყანას, ესე ვთქვა, და აცდუნებს ადამიანს. ადამიანის თავისუფალ ნებაზე ძალადობს და ადამიანს რაღაცნაირად ისე უკეთებს, რომ შეცვალოს ადამიანმა თავისი კეთილი ნება და ცუდისკენ მიედრიგოს. ამიტომაც ამ ქვეყნის მეუფე ეშმაკი ამ ქვეყანას ვერ დავიმკვიდრებ ჩვენ. აი ამ სახით ხორცილად რაც მოცემულია. რომელი ქვეყანაა ის, რომელზეც გვეუბნება ნეტარება, რომ შვიდმა უნდა დაიმკვიდროს? ეს არის ცათასასოფლო. რატო? იმიტომ რომ ნახეთ, როდესაც ჩვენ ბიბლია აღწერს ანგელოზთა გალობას, როგორ ხდება? მთელი ანგელოზები უგალობენ, ღვთის წინაშე გალობენ, ღმერთს ადიდებენ. არის მოცემული დაახლოებით სახით, რომ წარმოვიდგინოთ რა მდგომარეობაა ღვთის წიაღში, ხო? შეგვიძლია ეს დაახლოებით წარმოვიდგინოთ. იქ არის მარადიული დიდება ღვთისა. ანუ მარადიულად განადიდებენ ანგელოზები ღმერთს, მარადიულად უგალობენ. ოსანა, მაღალთაშია, მარადიული გალობა. ამიტომაც წმინდა არის უფალი საბაო, საოცარი გალობა. ამიტომაც ადამიანი, რომელსაც უნდა იმ ქვეყნის დამკვიდრება, ანუ ღმერთთან ყოფობა, მარადიულ ლოცვაში უნდა იყოს. ანუ იქ ქვეყნის დამკვიდრება ხდება ესე, მარადიული ლოცვითა და მარადიული დიდებით ღვთის წინაშე. ასე მკვიდრდება ჩვენი სამუდამო სამყოფელი, ჩვენი ქვეყანა, იმიტომ ჩვენ, როგორც მოციქული ამბობს, ჩვენ ვართ ზეცათა მოქალაქეები. ანუ იქ არის ჩვენი ქვეყანა, იმ ქვეყნის მოქალაქეები ვართ ჩვენ. და თუ გვინდა როგორ არის, აი, თუ მაგალითად უცხოელს უნდა რომ აიღოს მოქალაქეობა საქართველოს, ხო? ან ნებისმიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეს უნდა სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდეს. სპეციალური პროცედურებია, რომელსაც ის გადის. სპეციალური სხვადასხვა პროცედურებია. შეიძლება ეს იყოს გამოცდების ჩაბარებაც, მაგალითად, იგივე ისტორია ჩააბარებინო. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პროცედურებია, რომ ადამიანი გახდეს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელ ქვეყანაშიც არ დაბადებულა, რომელ ქვეყნის პასპორტიც აქვს. აი ამ მდგომარეობაში ვარ ჩვენც. ჩვენც გვჭირდება პროცედურები ღვთის წინაშე, იმისთვის რომ გავხდეთ იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომელ ქვეყანაში ჩვენ არ დავიბადეთ, მაგრამ ჩვენთვის არის შექმნილი. ან დავბრუნდეთ პირველ ადამიანთან, გავხდეთ პირველი ადამიანი, როგორც ღმერთმა შექმნა ცოდვით დაცემული. ამ ქვეყნის მოქალაქეობა სჭირდება ლოცვა, ანუ სიმშვიდე და ღმერთთან ურთიერთობა. ღმერთთან ურთიერთობის გარეშე ჩვენ იმ ქვეყნის მოქალაქეები ვერ გავხდეთ. ხოლო როდესაც უკვე ჩვენ მივახცევთ აი ამ ლოცვით ერთობას უფალთან, ლოცვით დაუახლოვდებით ღმერთს, ჩვენ სულში დამკვიდრდება მშვიდობა, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთთან ერთობით გავხდით ქრისტიანები, ანუ გავხდით ღვთის შვილები. აი მეოთხე ნეტარება უკვე ჩვენ გვეუბნება, რას უნდა აკეთებდეს და რას უნდა ეძებდეს ღვთისშვილი ამ ქვეყანას. უკვე ამ ქვეყანას, ესე იგი, თუ უნდა ზეცის შვილობა, რას უნდა აკეთებდეს და რას უნდა ეძებდეს ღვთისშვილი მიწას. და აი წავიკითხოთ მეოთხე ნეტარება, რომელიც აი ესე ჟღერს. ნეტარიყვნენ, რომელთა შიოდეს და სყუროდეს სიმართლისათვის, რამე თუ იგინი განსხა. ესე იგი, აქ უკვე მოწოდება ღვთის მიერ, რას ვაკეთებთ, როდესაც ჩვენ გავხდებით ქრისტიანი, როცა ჩვენ სულში შემოდის სიმშვიდე. უკვე ჩვენ ვმართებთ, რომ ვიბრძოლოთ, ან ვშიოდეს და წყუროდეს სიმართლისათვის. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომელ სიმართლეზეა საუბარი?
სიმართლეზე, რომელთაც ჩვენ დავთ, მაგალითად, საზღვარი 1 კილომეტრით აქით არის თუ 1 კილომეტრით იქით, სიმართლეზე, რომელზეც ორი მეზობელი დავთ, სიმართლეზე, რომელიც დღეს სასამართლოებში განირჩევა, არა, იმ სიმართლეზე და იმ ჭეშმარიტებაზე ერთადერთია აღმატებული სიმართლე და აღმატებული ჭეშმარიტება, რომელიც სიმართლითა და ჭეშმარიტებითაც ღმერთმა შექმნა ადამიანი. ანუ ჩვენ უნდა ვშიოდეს და წყუროდეს დაუბრუნდეთ ადამიანის პირველ მდგომარეობას. ანუ დაუბრუნდეთ იმ ადამიანს, რომელი ადამიანის ღმერთმა შექმნა, განუზომელი სიხარულისთვის და განუზომელი სიყვარულისთვის. ეს არის ერთადერთი ყველაზე აღმატებული საღმრთო სიმართლე და საფრთხო ჭეშმარიტება, რომ ადამიანი დაუბრუნდეს თავის პირვანდელ ყოფას. და სწორედ ეს უნდა ვშიოდეს და ეს უნდა ვწყუროდეს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვართ ცნეული. აი გინახავთ, დასნეულებული ადამიანი. რაც უფრო დასნეულებულია ადამიანი, თუ დააკვირდებით, არც ჭამის სურვილია და არც წყურვილის სურვილი არის. აი თუ მომაკვდავს დავაკვირდებით, ხომ საერთოდ, აღა ბოლო დღეებში საერთოდ არც ჭამს და არც უხსნო. არ აქვს არანაირი სურვილი, იმიტომ რომ დაუძლურებულია მისი სხეული და სხეულს აღარ უნდა რომ შიოდეს და წყუროდეს. აი ამ მდგომარეობაში ვარ ჩვენც, ოღონდ სულიერად. იმდენად დაუძლურებულია ჩვენი სულიც, რომ აღარ გვაქვს სურვილი, რომ სიმართლე და ჭეშმარიტება ამ ადამიანის პირველ მდგომარეობაში დაბრუნება, შიოდეს და წყუროდეს. და მაცხოვარი ამიტომ მიგვითითებს, რომ სწორედ ეს უნდა შიოდეს და წყუროდეს. იმდენად ხარ დასნეულებული თქვენი სული, რომ თქვენ სულს აღარ აქვს ზალა, შიმშილი აღარ ჭია, აღარ წყურია, ღმერთთან ურთიერთობა აღარ ჭია, აღარ წყურია ადამიანის პირველ მდგომარეობაში დაბრუნება. და ამიტომ თქვენ აი სწორედ ამ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეთ და როგორც ჭამრთელი ადამიანი იკვებება კარგად და ჭამს კიდეც და სვამს კიდეც, ასეთია სულიერად ჭამრთელი ადამიანი. მას შია და წყურია ადამიანთან, პირველ ადამიანთან დაბრუნება ცოდვით დაცემამდე. მას შია და წყურია ღმერთთან ყოფობა. ამის შემდგომად უკვე მაცხოვარი, როდესაც ჩვენ მოგვიწოდებს და მოგცემს მიმართულებას, რას უნდა ვაკეთებდეთ, მოგცემს დავალებას, მოგცემს უკვე მიზანს ცხოვრებისა, რა უნდა ვშიოდეს და რა უნდა ვწყუროდეს. მერე უკვე გვეუბნება და მიგვითითებს ქველის საქმეებს. ანუ ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის კიბე. კიბე თუ როგორ ვითარდება ქრისტიანი. აი, შეგვიძლია ვთქვათ, როგორ ვითარდება ქრისტიანი არაქრისტიანობიდან ქრისტიანობაში მოსული, ან დაბადებიდან შემდგომ გაზრდილი. აი, როგორ იზრდება ქრისტიანი, აი, მთელი 9 ნეტარება სულიერი გაგების სწორედ ამას მიგვითითებს. ახლა უკვე მაცხოვარი ჩვენ მიგვითითებს ქველის საქმეებს. და გვეუბნება ესეთ სიტყვებს. ნეტარი იქნე მოწყალენი, რამე თუ დინი შეიწყალა. ესე იგი, ასევე წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს ამ სიტყვებს, რომ მოწყალების გარეშე ვერცერთი ადამიანი ვერ მიუახლოვდება ცათა სასუფეველს. რატომ? იმიტომ რომ პირდაპირ აი ამ სიტყვებს იმეორებს წმინდა იოანე ოქროპირი და გაანმარტავს. რამე თუ იგნი შეიწყალა. ანუ ნეტარია მოწყალი ადამიანი არის ნეტარია. მოწყალება ჩვენ ვთქვით რაც არის. მოწყალება არის გაცემა ყველაფრისა, აბსოლუტურად ყველაფრის გაცემა. რაც შენ გაქვს და შენ გეკუთვნის სხვა ადამიანის მიმართ. და ისე ამბობ, მოწყალებას არ ჭირდება არც მილიარდები, არც მილიონები და არც განსაკუთრებული ქონება. მოწყალება არის ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი არის მოწყალება, რაცაც ადამიანი საკუთარი სიცოცხლიდან, ყველაზე ძვირფასიდან გასცემს. ვერავინ ვერ იტყვის კაცთაგანი, რომ ჩემი სიცოცხლე არაა ჩემთვის ძვირფასი. პავლე მოციქული ამბობს, რომ თავისთვის არავინ არ მოიცულა. ამიტომაც ყველაზე ძვირფასი თუ შენი სიცოცხლე, აი ამ სიცოცხლიდან, რასაც გასცემ ყველაფერი მოწყალება. ერთი წუთი, ერთი საათი, ერთი მიწოდებული წყალი, ერთი თბილი სიტყვა, ერთი ნუგეში, ერთი ჩახუტება, აბსოლუტურად ყველაფერი მოწყალება. და რასაც გასცემ შენ სხვა ადამიანის მიმართ, სწორედ იმგვარადვე იქნები შენ შეწყალებული ღვთის მიერ. ამიტომაც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ მოწყალების გარეშე ვერავინ მიიახლება ცათა სასუფეველს, იმიტომ თვითონაც არ იქნება შეწყალებული. განა შეიძლება რომელიმე ადამიანი მივიდეს ღმერთთან ღვთის შეწყალების გარეშე, განა რომელიმე ადამიანი შეიძლება საკუთარი სინდისით განმართლებული იყოს ღვთის წინაშე. ამიტომ როცა ჩვენ ვამბობთ და პავლე მოციქული ამბობს, რომ წარმართლის სინდისით განმართლებიან, ჩვენ ვამბობთ, რომ როგორ შეიძლება სინდისით ღვთის წინაშე იყო განმართლებული. განმართლებული ღვთის წინაშე არის ადამიანის სინანული და მოწყალებთან. ღმერთიც ისე შეგვიწყალებს, როგორც ჩვენ შევიწყალებთ ერთმანეთთან. რასაც ჩვენ გავაკეთებთ ერთმანეთისთვის, ზუსტად იგივეს მივიღებთ ჩვენ ღვთისაგან. ამიტომაც არის ვერავინ ვერასოდეს ვერ დაიყვედრებს ღვთის წინაშე. ვერ საკუთარ მსჯავრზე, ვერასოდეს, რასაც თესავს ადამიანი ზუსტად იმას იმის, რა ხესი გგავ, იმ ხის ნაყოფს იგებებ. ამიტომაც როგორადაც ჩვენ შევიწყალებთ, ჩვენს გვერდზე ყოფებს, იმგვარადვე მოხდება ჩვენი შეწყალება ღვთის მიერ. როგორადაც ჩვენს გვერდით ყოფები არიან გასნეულებული, გაჭირვებული, გაწყურლებული, ზოგი შეიძლება აი ბინძურად აცვია და ვიღაცას გული არ მისდიოდეს, რომ დაეხმაროს, წამოაყენოს, პური მიუტანოს და რაღაცას უყურებდეს, ხო? აბა ღვთის თვალში დავფიქრდეთ, როგორი ბინძურია ჩვენი სულები. მაშინ ღმერთიც არ უნდა მოდიოდეს ჩვენთან.
და თუ ჩვენ არ მივართ მასთან, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი დახმარება, დაწვრილებულს, დაბინძურებულს, მშიერს, მწყურვარს, თუ მასთან არ მივართ, არც ღმერთი მოვა ჩვენ. არ იქნება ღვთის მადლი ჩვენთან დამკვიდრებული. იმიტომ რომ ასია, სამართლიანია ეს ყოველივე. როგორადაც ჩვენ სხვა შევიწყალეთ, იმგვარადვე მოდის თითოეულ ჩვენგანზე უკვე წყალობა. და როდესაც ჩვენ ვისწავლით ყველი საქმეს, ან მოწყალების გაცემას და ვისწავლით იმას, რომ როგორადაც ჩვენ გავცეთ მოწყალებას იმგვარადვე მივიღეთ, შემდგომში უკვე ჩვენი გული უნდა იყოს განწმენდილი. და სწორედ ამაზე მივიდეთს უკვე მეექვსე ნეტარებაში მაცხოვარი და ამბობს, რომ ნეტარი იყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილო. სად იხილება ღმერთი? სად არის ღმერთი? ღმერთი ერთ თითოეულ ადამიანში. თითოეული ადამიანის გულში არის ღმერთი. ამიტომაც ამბობს მაცხოვარი, ნეტარი იყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილო. ესე იგი, წმინდა გულს შეუძლია ღმერთის ხილვა. როდის ხვდებით ჩვენ ღმერთს? სად არის ჩვენი და ღმერთის შეხვედრის ადგილი? ეს არის ჩვენ გულში. სად არის? სად ხედავთ, სად ხვდებით, სად გრძნობთ ღმერთს ყველაზე მეტად? საკუთარ გულში. მაგრამ როგორ გულში? ცოდვებისგან დამძიმებულ გულში? აი, განცდაც გაგახსენებთ მაგალითად. როდესაც პირველად თქვენ თქვით აღსარება. რომ მოდიოდით აღსარებაზე, გქონდათ შეგრძნება რომ ღმერთი იყო გულში? არ არის ხოლმე შეადეს შეგრძნება. როდესაც ამბობ პირველ აღსარებას, ამ პირველ ზიარებას იღებ, აი იმ წამს ვეგრძნობ გულში, რომ ღმერთი არის. ანუ ღმერთი ყოფობს, ღმერთის მოქმედება ვლინდება იმ ადამიანის გულში, ვინც გულს განიწმინდავს. რას ნიშნავს გულის განწმინდა? გულის განწმინდა ნიშნავს სინანოს, მარადიულ სინანოს ღვთის წინაშე და გულის განწმინდა ნიშნავს ზრახვათა განწმინდას. აი რა არის ზრახვები? ზრახვები წინავები ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ჩვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ცოდვა, აი ყველა ცოდვა, უკლები ყველა ცოდვა იშვება ჩვენი ზრახვით. ანუ ჩვენი ფიქრებიდან. თუ ადამიანმა არ იფიქრა და არ იზრახა, მაშინ ის ცოდვასაც არ გააკეთებს. ესე იგი, ყველა ცოდვის საწყისი არის ზრახვები. ამიტომაც ყურადღება ყოველთვის უნდა მივაქციოთ კეთილ ზრახვებს. ანუ კეთილად უნდა ეზრახებოდეს ადამიანი. კეთილად უნდა ფიქრობდეს ყოველთვის ადამიანი. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ფიქრობს ბოროტად, როდესაც ადამიანი ფიქრობს ეშმაკეულად, როდესაც ადამიანი ფიქრობს ცუდად, თუნდაც საკუთარ თავზე არა, სხვა ადამიანის მისამართით, ხო? ეს ცუდი ფიქრი, ეს ცუდი ზრახვები მას იახდენს გავლენას და შემდგომში ეს ხდება უკვე ცოდვის საბაბი. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს ზრახვებს, დიდი მნიშვნელობა აქვს ფიქრებს და სწორედ აი ამ ზრახვათა და ფიქრთაგან განწმენდილი ადამიანი არის წმინდა გულის, რომელსაც შეუძლია ღმერთი იხილოს და ღმერთს შეხვდე. ასეთი უამრავი წმინდა მამა ყავდა მართლმადიდებლ ეკლესიას, რომელიც შეხვდა ღმერთს. აი ღმერთთან ჩვენი შეხვედრის ადგილი არის სწორედ ჩვენი გული, რომელიც არის განწმენდილი და ისე არის მირთმეული ღმერთისათვის. და ეს განწმენდა ისევ და ისევ კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რომ ჩვენი ზრახვები ნახდება. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ცოდვას უკვე ძალიან რთულია ებრძოლო მაშინ, როდესაც შენ მოქმედების წინაშე დგახარ. ცოდვას უნდა ებრძოლო მაშინ, როდესაც ის ფიქრში და გონებაში შემოდის. ანუ კეთილი ზრახვები უნდა გქონდეს და მაშინ ჩვენი გულიც განიწმინდება და ჩვენი და ღმერთთან შეხვედრაც მოხდება. შემდგომად ამისა უკვე უფალი გვეუბნება, ნეტარი იყვნენ მშვიდობის ყოფილნი, რამედ ვიგნი ძედ ღმრთისად იწოდნენ. საოცარი არა, როდესაც ძედ ღმრთისად იწოდები, ანუ ღვთის ძედ იწოდები. რა უნდა იყოს ამაზე უფრო აღმატებული, ამაზე უფრო დიდი, ამაზე უფრო უმაღლესი პატივი, რომ ადამიანი ღვთის ძედ იწოდებოდეს. ღვთის შვილად იწოდებით, როდესაც ჩვენ ვამბობთ, მამაო ჩვენო. და დავფიქრდეთ ამაზე, როცა წარმოსვამთ, აი, მამაო ჩვენო, ანუ ღმერთმა ისი ღირსი გავხადა, რომ მამას უწოდებ. ისეთივე ახლოა ღმერთი ჩვენთან, როგორადაც მამა. ისეთივე ახლობელია ჩვენთვის ღმერთი, როგორადაც მიწიერი გაგებით მამა. და წარმოიდგინეთ, ღმერთს, ყოვლის შემქმნელ ღმერთს, ყოვლაზე ღმერთს უწოდებთ მამას. და აი ნეტარებაში მაცხოვარი გვეუბნება, რომ ღვთის ძეებად იწოდებით ახლა. იგივეა, ხო? ანუ ღვთის ძეები გახდებით, როგორ? მშვიდობის ყოფილი. როგორია მშვიდობის ყოფილი ადამიანი? აი ეს ყველაფერი არის ერთი ჯაჭვი, ერთი კიდია, რომელზეც უნდა ავიდეთ და საბოლოოდ აი იყურება ეს ერთი მთლიანობა ადამიანის ცხოვრებაში. როგორია მშვიდობის ყოფილი? როგორია მშვიდობის ყოფილი ადამიანი? ადამიანი, რომელიც ყველგან და ყოველთვის უპირველესად საკუთარ თავში ეძებს მშვიდობას და მიაქვს მშვიდობა. როდესაც მაცხოვარი დიდი დამდგომის შემდეგ მიდის მოციქულებთან, როგორ ესწავლებს? მშვიდობად მინდა. მშვიდობით მიმართავს ყოველთვის, იმიტომ რომ მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისათვის. სიმშვიდე, მშვიდობა, მშვიდობის ყოფილობა. ანუ საღმრთო მისალმებაა მშვიდობა. როდესაც ჩვენ მშვიდობას უსურვებთ. რატოა საღმრთო მისალმება? იმიტომ რომ ღმერთმა მშვიდობაში შექმნა მთელი სამყარო და შემდგომ ადამიანმა ეს მშვიდობა გარდააქცია რა საკუთარი თავისუფალი ნების არასწორად წარმართით ომად, მოვიდა ამ ქვეყნად, რომ ისევ მშვიდობა მოიტანოს.
მამა ღმერთის მიერ განხორციელდა ძებნით. რათა მოეტანა მშვიდობა. ამიტომაც ადამიანი, რომელიც მიმტანია სხვა ადამიანისადმი მშვიდობისა, ის იწოდება ღვთისძე. ის იწოდება იმ ღვთისძე, რომელიც ღვთისძესაც ევალება მშვიდობის მოტანა. როგორც ქრისტემ მოიტანა ამ ქვეყნად საკუთარი მოსვლით, მამის სიაღიდან, საკუთარი ამ ქვეყნად მოსვლით მოიტანა მშვიდობა და ის არის ღვთისძე. აი სწორედ ამგვარ პატივს თავად ღვთისძე, თავის ძმობას, თავის დობას უპირდება, თავად ეს ღვთისძე თუ ჩვენს მასავით მშვიდობის ყოფილი ვიქნებით. ანუ ყველგან ვეძებთ მშვიდობას და ყველგან ვეცდებით რომ მივიტანოთ მშვიდობა. მშვიდობა ჩვენი ცხოვრება, მშვიდობა ჩვენი სიტყვით, მშვიდობა ჩვენი საქმით და ყოველთვის ვიზრუნოთ ამ მშვიდობაზე. ვიყოთ მშვიდობის მახარებელი ერთმანეთისა. ზეციური მშვიდობისა და მიწიერი მშვიდობისა, რამე თუ სწორედ მიწიერი მშვიდობით მოიპოვება ზეციური მშვიდობა. შემდგომად ამისადი უკვე მაცხოვარი, აი როდესაც აი ამ 7 ნეტარებას გვეუბნება, ამ 7 ნეტარების შესახებ ამახვილებს ჩვენს ყურადღებას. შემდგომად ამისა გვეუბნება, აი ამის გამო. ეხლა ეს 7 რას თქვენ გითხარით? აი ამ 7-ს რომ აღასრულებ და თქვენ იქნებით ასეთი. აუცილებლად დაიწყებენ თქვენს დევნას. აუცილებლად დაიწყებენ. რატომ? იმიტომ რომ თუ თქვენ იქნებით თავმდაბლო, თუ თქვენ იქნებით მოყვარული და მსახური სხვა ადამიანისა, თუ თქვენ იბრძოლებთ ერთი ჭეშმარიტი სიმართლისათვის, რომელიც არის პირველ ადამიანთან დაბრუნება და იმ უცოდველობაში, იმ სიწმინდეში ყოფობა, როგორადაც ღმერთმა შექმნა. თუ თქვენ შემდგომში შეძლებთ, რომ მოიპოვოთ სულიერი სიმშვიდე ღმერთთან ყოფობით და მასთან ლოცვით, თუ შემდგომ თქვენ ქველი საქმესაც გააკეთებთ და მოწყალეები იქნებით, თუ გულსაც განიწმინდავთ, ამ გულის გაწმენდის შემდგომ მშვიდობას მიუტანთ ყველა ადამიანი, ასეთი არავის არ მოეწონებით, იმიტომ რომ ასეთები არ იქნებიან ისინი. რადგან ისინი არ იქნებიან ასეთები და შეგხედავენ თქვენ, როგორც ნათლის შუბლზე ჩანს ბნელი და ბნელი მართალია ვერ ეწევა ნათელს, მაგრამ ბნელს ძავს ნათელი, როგორც ბოროტებას ძულს სიკეთი, ასევე თქვენც მოგიძულებენ, იმიტომ რომ თქვენი სიკეთის და თქვენი აი ამ მდგომარეობის ფონზე, რომელსაც მე გეუბნებით, ისინი წარმოჩინდებიან ცუდება, ისინი წარმოჩინდებიან ნაკურლევანებად, ისინი წარმოჩინდებიან ბოროტებად. და რა არის ბოროტების მიზანი? ბოროტების მიზანი არის ის, რომ დაგიმსგავსოს. და როგორ უნდა დაგიმსგავსოს? უნდა გდევნოს, უნდა გითხრას, რომ შენ არასწორ გზაზე გახარ, შენ არასწორად ცხოვრობ, შენ კი მართალია ესეთი წმინდანად მოგაქვს თავი, მაგრამ მართლა ეგრე კი არ ხარ. ამიტომაც როდესაც თქვენ ამ ყველაფერს გააკეთებთ, თქვენ ამის გამო მოგიძულებით და მთელი მართლმადიდებლობის, ქრისტიანობის ისტორია სწორედ ეს არის. ამის გამო იძულებდნენ წმინდა მამებს და ამის გამო იძულებდნენ უამრავ და თითქმის ყველა მოციქულს, რომ ისინი იყვნენ გამორჩეული. გამორჩეული არა პატივით, ღირსებით, ამპარტამნებით, გამორჩეული აი 7 სათნოებით, რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ. ამიტომ საგდათ ისინი, საგდათ რამე თუ მოციქულთა ეს გამორჩეულობა, სულიერი გამორჩეულობა, მათთვის ზიანის მომტანი იყო. იმ ზიანისა, რომ ისინი საკუთარ ცოდვილ თავს ხედავდნენ და არ უნდა ადამიანს ხანდახან შეხედოს საკუთარ ცოდვილ თავს, შეხედოს საკუთარ დაცემულ სინდის და ამ სინდის გაურბის ხოლმე. ხშირად აქედან იწყება ხოლმე ათეისტების მდგომარეობას. უღმერთოთა მდგომარეობა სწორედ ესაა ხშირად, როდესაც ის საკუთარ სინდის გაურბის, საკუთარ ხმას, რომელიც ღმერთზე მიუთითებს, გაურბის, გაიქცევა და შემდგომ უკვე სხვა გზა არ აქვს, უკვე დევნა უნდა დაიწყოს იმისა, რომელიც ამ ხმას შეახსენებს მას. იმისა, რომელიც სიწმინდისკენ მოუწოდებს, უკვე მისი დევნა უნდა დაიწყოს და მაცხოვარი გვეუბნება, როგორი იქნება თუ ასეთები ვიქნებით ჩვენი შემდგომი ხვედრი და რას გააკეთებენ ჩვენთვის და რას გვიზამენ ჩვენ. და ამბობს ესეთ ნეტარებს. ნეტარი იყვნენ დევნუნი სიმართლისათვის, რამე თუ მათი არ სასუფეველი გახდა. ესე იგი თქვენ დევნუნი, გაძევებულნი იქნებით სიმართლისათვის. აქაც ის სიმართლეა, რომელზეც ვისაუბრეთ, ანუ ჭეშმარიტებისათვის. იმ ჭეშმარიტებისთვის მოგიძულებენ, რომელ ჭეშმარიტებისთვისაც იბრძვით და რომელია ეს ჭეშმარიტება თქვით ჩვენ? დაბრუნება პირვანდელ მდგომარეობაში, დაბრუნება ღმერთთან ყოფობის მდგომარეობაში. და სწორედ ამ ჭეშმარიტებისთვის თქვენ მოგიძულებთ. აი ამ სიმართლისთვის თქვენ მოგიძულებთ. ესე იგი, ამ 7 ნეტარებად აღმასრულებელს აუცილებლად ელოდება მოძულება, აუცილებლად ელოდება დევნულობა, აუცილებლად ელოდება გაჭირვება. ასეთია ქრისტიანთა ცხოვრება, აი დააკვირდით მთელ 21 საუკუნოვან ისტორიაში ჩვენსაც და მართლმადიდებლობისა, ქრისტიანობისა. ზუსტად ეს არის დევნულობა იმისთვის, რომ შენ ხარ ღვთის სიტყვის აღმასრულებელი, შენ ცდილობ იყო ღვთის სიტყვის აღმასრულებელი. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ცხოვრებაში და თქვენ მრავლად გესმით და იგებთ კიდეც, რაც ჩვენთვისაც ცნობილია, რომ შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც თქვენ ან დაგწინოდნენ, ან გაყვედრებდნენ, ან რაღაც აბუჩად დააგდებით, ამბობდნენ, რომ აი ეკლესიაში მიდის, ეკლესიაში დადის, ნეტა რა უნდა, ნეტა რა საკეთებს, უსაქმური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატომ ამბობს ის ადამიანი ამას? იმიტომ რომ თვითონ
რადგან აი ამ პირველ შვიდს მოკლებულია და არც ცდილობს რომ დაიმსგავსოს აი ამ პირველ შვიდს, ამიტომაც ის იწყებს თქვენ დევნას, იმიტომ რომ თქვენ საკუთარ თავს დაგიმსგავსოს. და უკვე საკუთარ თავს თუ დაგიმსგავსეთ, იქნება ბედნიერი, იმიტომ რომ უკვე მას სინდისი აღარ შეაწუხებს. ახლა კი აწუხებს სინდისი, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ, რომელიც ქრისტიანულად ცხოვრობს. სინდისი შეახსენებს, რომ ეს სწორია და ეს კარგია, მაგრამ უნდა რომ ეს სინდისის ხმა ჩაკრას და იწყებს უკვე თქვენ დევნას იმ ჭეშმარიტებისათვის, რომელიც ჭეშმარიტებისათვის თქვენ ბრძოლობთ. და ამიტომაც სწორედ ამგვარი ადამიანი, რომელიც აი ამ ჭეშმარიტებისთვის იბრძვის და არ დანებდება არსად ქეთს არ დახრის ამ ჭეშმარიტებისათვის. ყოველ ჯერზე დაცემული, ყოველ ჯერზე ფერზე წამოდგება, სწორედ ამგვარი ადამიანი დაიმკვიდრებს ცათასასუფლებს და ბოლოს დასასრულს მაცხოვარი გვირგვინს ადგამს ჩვენს ცხოვრებას და რადგან მოწამეები, აი როცა ნახავთ მოწამეები გვირგვინით არიან გამოსახული. ხატებზეც ასია თითოეული წმინდანი, მაგრამ მოწამეობრივი გვირგვინი განსხვავებული იყო ყოველთვის ქრისტიანული ეკლესიისათვის. განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო მოწამე ყოველთვის ქრისტიანული ეკლესიისათვის. ეს არის გვირგვინი, მოწამეობა არის გვირგვინი ქრისტიანობისა. რატო? იმიტომ რომ შენ ამ ქვეყნეულ ცხოვრებას უკვე აგვირგვინებ საბოლოო ნაბიჯით, რომ მე ღმერთო მინდა შენთან. ამიტომაც მაცხოვარი ამ ნეტარებათა დასასრულს უკვე ჩვენ მოგვიწოდებს გვირგვინისკენ. თუ რა არის გზა გვირგვინისა? გვირგვინის გზა არის სწორედ ეს, რომ ნეტარი იყვნენ თქვენ დაჟამს ყვედრიდან და გდევნიდან და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტით, თქვენ და მომართით სრული ჩემთვის. იხაროდნენ და მხიარული ყვენით, რამე თუ სასყიდელი თქვენი ფრიად არ სათაშინა. ესე იგი მაცხოვარი უკვე გვეუბნება, რომ აი ამ ყოველივე შემდგომ, აი ამ ნეტარებათა შემდგომ, რომელ ნეტარებათა აღსრულების შემთხვევაში თქვენ სიხარულს და ბედნიერებას დაიმკვიდრებთ, თქვენ უკვე დაიდგანთ გვირგვინსაც, იმ გვირგვინსაც, რომელსაც რომს არ ელოდეთ, კაცობრიობა თვითონ დაგარდა. როგორ? თუ მაგალითად პირველ ხანებში ხომ და პირველ საუკუნეებში მოწამეობა იყო გავრცელებული ფორმა და ეს მოწამეობა წარმოჩინდებოდა იმ ფორმით, რომ ადამიანებს ქრისტიანობის სახელისათვის თავს აჭრიდნენ, ცეცხლში წვავდნენ და მრავალ სხვადასხვა გვემასა და სიკვდილს აწვდიდნენ ხოლმე. თუ ამ სახით გამოიხატება, დღეს მოწამეობა არის დადასტურება იმისა, რომ ვარ ქრისტიანი. მაგრამ როგორ უნდა დადასტურდეს ეს? რანაირად უნდა დადასტურდეს? ღმერთთან ერთად ყოფობაში, ანუ მარადიულ მზაობაში იმაში, რომ მე ღმერთო მინდა შენთან. დასამოსულფალი, ვის უმოყვარვარ მე, ვინც დაიმარხოს, ხო, ჩემი ცნებები და აღასრულოს, ყოსი, აი მას უმყარვარ სწორედ მე. ამიტომაც მოწამეობა ეს არ არის დროში გაჩერებული მოვლენა, რომ მაგალითად მე-4 საუკუნეში შეწყდა, ან მე-6 მე-7-ში გაგრძელდა, ან ასე შემდეგ. აი ახლა კომუნისტების დროს ისევ მოწამეობა არა დროში გაჩერებული მოვლენა. ქრისტიანისთვის მოწამეობა არის მარადიული. უბრალოდ დროში სხვადასხვა ფორმით ვლინდება. თუ პირველ საუკუნეში თავის მოჭრით ვლინდებოდა, დღეს სხვადასხვა სიამეებზე, კეთილდღეობაზე, სხვადასხვა საცდურებზე უარის თქმით და ქრისტიანობის დამოწმებით ვლინდება. ამიტომაც ჩვენ ყველანი დღეს მოწამეები ვართ. ვინც აქ ვართ, ვინც აქ არ არის, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი რეალურად არის მოწამე, ანუ მოწმე, დამოწმებელი იმისა, რომ ის არის ქრისტიანი და ამით ის არის ბედნიერი. აი მრავალწმინდათა ცხოვრებაში ჩვენ შევხვდებით ადგილს და შევხვდებით შემთხვევას, როდესაც წმინდანებს თავს აჭრიან, ცეცხლში წვავენ და ისინი არიან გახარებულები და ისინი არიან ბედნიერები. ერთი შეხედვით, როგორ შეიძლება გიხაროს, როგორ შეიძლება ბედნიერი იყოს, როდესაც მიგასამშვალები, როგორ შეიძლება ბედნიერი იყოს, როდესაც ცეცხლში ჩაგაგდებენ, ადუღებულ ზეთში ხარშავენ, ჯვარს გაკრავენ, რა არის აქ საბედნიერო? მაგრამ საბედნიერო არის სწორედ ის, რომ როდესაც მე აი ეს პირველი რვა ნეტარება ვეცადე რომ აღმესრულებინა, ვეცადე რომ ღვთის მადლი არ მომკლებოდა, მე უკვე საკუთარ მიწიერ მდგომარეობაზე ავმაღლდი და უკვე მიწიერი ტკივილითა თუ მიწიერი კეთილდღეობით კი აღარ განსაზღვრავ ჩემს ადამიანურ ტკივილსა და ბედნიერებას, არამედ სულიერად მე მიხარია, რამე თუ ქრისტეს უნდა შევხვდე, რამე თუ ჩემი წამებით ღმერთთან მარადიულ დიდებაში უნდა დავიმკვიდრო. თუ მე მიწიერი ვიქნებოდი, თუ მე მიწიერი ადამიანად დავრჩებოდი, თუ მე ამ ნეტარებებს არ გავითვალისწინებდი, მაშინ მე წამება აუცილებლად მეტკინებოდა, ხორციელად ძალიან მეტკინებოდა, გავიქცეოდი და უარს ვითხოვდი, მაგრამ მე თუ სულიერად ავმაღლდებოდი აი ამ მიწიერებაზე, ამ ნეტარებათა საშუალებით, ჩემთვის უკვე უპირველესი მიზანი ღმერთთან ყოფობა იქნებოდა და ჩემთვის სიხარულის და ბედნიერების მომტანი იქნებოდა ეს წამება და მოწამეთა ცხოვრებაში ჩვენ ეს მრავლად ხდება. ჩვენ შეგვიძლია ნაწილობრივ აი ამ განცდას მივუახლოვდეთ და მოვიყვანოთ მაგალითად, როდესაც ადამიანი ძალიან დაღლენჯა ყოველთვის მომყავს ხოლმე აღდგომის ბოლო კვირის მაგალითი.
რომ ძალიან რთული გრაფიკია, ხო, ფიზიკურად, სულიერად ძალიან დიდია ლოცვების რაოდენობა და ძალიან ბევრს ლოცულობს ადამიანი, შრომობს, ბევრი საშრომიც აქვს და როგორი დახნილია მთლიანად ადამიანი დაუძლურებულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ძალა აღარ უნდა ქონდეს და აღდგომის ღამეს როგორი სიხარული შემოდის თითოეული ჩვენგანის გულში, როგორი ბედნიერებაშიც არა და ფიზიკურად თითქოს აი სხვა ნებისმიერ ჟანრს და დროს იგივე რამე რო გააკეთო, ისე დაიღლები, ისე გეტკინება, თითქოს არაფრის თავი არ აქვს, უნდა წავიდე დავისვენო, მაგრამ აღდგომას როგორი სიხარული შემოდის განსაკუთრებით ადამიანის გულში. სწორედ ეს არის ის, რადგან მაცხოვარი მეუბნება, რომ გიხაროდეთ, სწორედ ასე მხარია ადამიანს, ლოცვაში დამმარშვალ, მოწყალებაში, თავმდაბლობაში დამმარშვალ ადამიანს სულიერ სიხარულს ანიჭებს ეს ყოველივე და არა ხორციელ ტკივილს და არა რაღაცა ხორციელ ნუგეშობას, არამედ სულიერ ნუგეშს ანიჭებს ეს ყოველივე. ამიტომაც, როდესაც მე დასკვნის სახით ვიტყვი, რომ ძალიან არ გადაგვალოთ, როდესაც ჩვენ წავიკითხავთ სანიტარებს, ამის შემდგომად, როდესაც ეს იქნება წირვაზე თუ სახლში ნებისმიერ ადგილას, მინდა რომ კარგად გავიაზროთ და კარგად გავითვალისწინოთ. თუ პირველ რიგში რასაც ვისაუბრეთ, რა არის მეტარი მდგომარეობა, რისთვის უნდა ვიბრძოდეთ და როგორ ხდება ქრისტიანის განვითარება. აი, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, რომ სრულყოფილებას მიაღწიოს და საბოლოო გვირგვინი დაიდგას საკუთარ თავზე. აი, ეს არის სწორედ ამის წიგნი. ეს 9 ნეტარება არის სწორედ ის 10 მცნება, რომელიც ჩვენ ღმერთთან ურთიერთობას გვასწავლის, რომელიც ჩვენ გვასწავლის, როგორ უნდა ვიყოთ ღმერთთან. ამიტომ, როდესაც წაიკითხავთ, თხოვთ, რომ მთელი თქვენი გულის ყური გაამახვილოთ მის სულიერ მნიშვნელობაზე. თუ დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა, ვინ ვარ მე? ვარ მე ლახაკის სული? ვარ მე მგლოვარი გულიდან? და ასე შემდეგ. დაუსვათ ჩვენ თავს ეს კითხვა. და თუ არა, მაშინ მთელი ძალა და ენერგია დავხარჯოთ იმისათვის, რომ გავხდეთ ასეთები.